სახელითა მამისათა დadzისათა და სულისაწმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, მოწამეთა ხსენებას. ვსწავლთ მოქმედთა მღვდელთავართა, მართავთა ხსენებას. და მადლობთ ღმერთს ყველაფრისათვის, რომელიც მან ჩვენი სიყვარული, ჩვენდამი სიყვარულისა გამო, რადგან ლოცვებში წერია, რომ ვერ დაიტევდა, ვერ მოითმენდა იმას, რომ მისგან შექმნილი ადამიანი ღვთის დიდებისათვის მოტყუებული და დამონებული ყოფილიყო ცოდვის მიერ, ეშმაკის მიერ. და ამიტომაც მან თავისი ენით გამოუთქმელი მადლითა და სიმდიდრისაგან გაგვამდიდრა და გაგვანათლა. მადლობთ ღმერთს მოციქულთა ქადაგებისათვის და იმისათვის, რომ დღეს ჯერ კიდევ შეიწირება ოსვისლო მსხვერპლი და ეს არის დიდი წყალობა თითოეული ჩვენთაგანისათვის, თითოეული სულისათვის, იმიტომ რომ გვეძლევა საშუალება ვიყოთ თანაზიერი საღვთო გამოცხადების ლიტურგიის და ჩვენ ვიყვნოთ აი ამ საღვთო ტრაპეზზე მიწვეული. დღეს მოციქული გვეუბნება ეფესელთა ეპისტოლეთი. ამიერიდან ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაითა. ეს შეიძლება ითქვას უბერებელი, უჭკნობი სიტყვები არის. მოწოდება არის და შეძახილი არის, რომ ყველა დროს, ყველაფრისათვის უნდა ვიყოთ მზად, მხოლოდ ერთით სიმტკიცით, იმიტომ რომ რწმენაში სიმტკიცით, იმიტომ რომ რწმენა ჩვენით არ გვეძლევა. ისევე როგორც ჩვენ ვერ ვირჩევთ, ვინ ვიქნებით. უფალმა გამოგვირჩია და გამოგვირჩია თითოეულმა ჩვენ თავს რომ ჩაუკვირდეთ და წარსულს გადავხედოთ, რო არა ღვთის შეწენა და ღვთის მადლი, ალბათ არც მოწმუნენი ვიქნებოდით და ტაძრისა მრევლი. შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღვთისა, რათა შეუძლოთ თქვენ წინა დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა, რამე თუ არა არის ბრძოლა ჩვენი სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მყრობელთა მიმართ, ბნელი საამის საწუთოისა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქვეშში. ესე იგი ყველაფერი აქ ჩვენ ვერ ხედავთ უბრალოდ, თორე ჩვენს გარშემო მოტრიალებენ ცის ქვეშეთში, როგორც ჩვენ ვართ, ისე ისინი არიან. და ამ რწმენი ჩვენ შეგვიძლია წინააღმდეგობა იმ ბოროტის მიმართ, რომელსაც ეს წუთისოფელი, რო ეტყვიან მუხთალი, ზაკვარი წუთისოფელი გვიქადის და გვიმზადებს. დღეს ხსენება არის მიქაელი, რომელსაც გობრონი ეწოდა, 133 მეომარი ჰყავდა, მე-10 საუკუნე არის. საქართველოში შემოდის არაბის დამპყრობელი ჯარი. მანამდე მოაოხრა სომხეთი, შეესია ქართლს, უბრალოდ ჯერ კახეთში შემოვიდა. მეფე კვირიკე დიდი მასთან ზავს დადებს მათთვის სასარგებლოს. ასე ვთქვათ, ყველა ზავი იმ დროს იყო ჭაბუკი გოგო ბიჭები უნდა მიეცათ. მოლაშქრეთ თუ წავიდოდა მტერი, მას უნდა გახოლოდა. ოქროთი ხარკიც უნდა გადაეხადათ. მოკლედ, დამპყრობლებისათვის სასარგებლო ზავი დადო კვირიკე დიდმა კახეთის, ასე ვთქვათ, ქორიკოზმა, ქორეპისკოპოსმა და გადავიდა მარბიული ჯარი დაო კლარჯეთში, ახალციხის მხარეს. და იქ მოკლედ მოაოხრა ესეც და უკან მობრუნებულმა ყველისიხეს ალყა შემოარტყა და დაუწყო ბრძოლა. თვეები გაგრძელდა ეს ბრძოლა და ყველაზე გამორჩეული, მაშინ ჯარი არ იყო ბევრი მეციხოვნეები და პარტიზანულ ომს ეწევოდნენ. ციხიდან დრო და დრო თავს დაესხმებოდნენ და ამწარებდნენ ესე მომხტურებს. მოკლედ თვეების მერე ციხე დაეცა, დაიჭირეს ახალგაზრდა მეომარი გოვრონი მიქაელი და მასთან ერთად მისი მეომრები.
და დაშაქრული ენით, დათაფლული ენით დაუწყო ცდუნება და თავის ხარეს გადადრეკა, გადაბირება. მენანება შენი სიჭაბუკე, შენი ახლოვანება, ჭკვიანება, ნიჭიერება, ბრძოლაში შემართება, დაუტოვე შენი მაცდუნებელი ჯვარცმულისა რწმენა და შემოუდექი ჩვენს რწმენას, რომელიც არის უფრო დიდი და ძლიერი. და მიქაელი ეუბნება გობრონი, რომ მშობლებმა ესე გამზარდეს და ამ რწმენას არ უღალატებ. მოკლედ გაბრაზდა. ბრძანა, რომ მის თვალწინ დაეხოცათ ნაწილი მეომრებისა. და ცხოვრებაში აღწერილია ესეთი სიველურე და სიშლეგე გამოაჩვანეს ამ მეომრებმა, რომ ხმლით ხომ ჩეხავდნენ, კბილითო ღვიძლი და ხორცი გაგლიჯეს, გლეჯდნენ, რომ მას შეშინებოდა. და კიდევ იგივე დაუსვა, რომ შეეცვალა რწმენა. მან უპასუხა, ერთხელ გითხარი და კიდევ გავიმეორებ, ქრისტეს არ დავტოვებ. მაშინ დარჩენილი მეომრები დააყენეს და მის შუაში ჩააყენეს მიქაელი გობრონი და კვლავ დაიწყეს ჩეხვა მეომრების, უიარაღოების და დახოცილები, აჩეხილები მის ფეხით ეცემოდნენ. მაგრამ გობრონი მაინც არ შედრკა და თქვა, ქრისტიანი ვარ და ამ ქრისტეს რწმენას ვერ უღალატებ. მოციქული სხვას არაფერს არ ამბობს. ყველაფერს მოერევით რწმენით, რომელიც სამცის ქვეშეთში არის მანქანებითა და ეშმაკებით სავსე და მათ ეშმაკთა მიერ ეს ყველა სასური და მანქანება არის თქვენს წინააღმდეგ, ვისაც გწამთ ქრისტე. მოკლედ გობრონიც მოაგვტინეს და ერთი საერთო საფლავი გათხარეს, ჩაყარეს შიგნით, ქრისტიანებს მისვლა აუგზალეს, მაგრამ ნათლისვეტი დაადგა მათ სამარხოს და ყველასთვის საცნაური იყო, რომ ქრისტემ მათი სიმტკიცე რწმენაში და მოწამეობისა გვირგვინი მათ დაადგა. ამისთვის აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღვთისა, რათა შეუძლოთ წინა დადგომად დღეს ამას ბოროტსა და ყოველსავე იქმოდეთ, რათა სდგეთ. მტკიცეთ უკვე ეს დეგინთ, მოირწყენით წელნი თქვენი ჭეშმარიტებითა. რაც მოყევით, ეს სიტყვები ზუსტად იმას ასახავს. ჩვენი საჭურველი სხვა არაფერი არ არის, გარდა რწმენა ქრისტესი ისი ჯვარცმულის. და ჩვენი, ასე ვთქვათ, წელის სიძლიერე მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტება არის. ხოლო ჩვენი ჯაჭვის პერანგი არის სიმართლე ღვთისა. და შეირწყენით ფეხსა თქვენთა განზადებულებაი სახარებისა მის მშვიდობისა. ხოლო სახარებისა სიტყვა არის ჩვენთვის ის საქმე, რომელიც აქ უნდა ვაკეთოთ. ჯერ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ვარწმუნოთ და უქადაგოთ, ანუ კითხულობთ, მაგრამ უნდა ვიცხოვროთ კიდე. მარტო კითხვა არაა საკმარისი. და შემდეგ ჩვენი შემხედვარე სხვები, თუნდაც წარმართები და ორჯულონი უნდა ამბობდნენ და აღიარებდნენ, რომ ეს რწმენა არის ყველაზე მართალი და დიდი. როგორც წმინდა გიორგის მოწამეობისას ბევრი ადამიანი ხედავდა და აღიარებდა, რომ მე ერთი წმინდა გიორგისა არის მართალი. ისე ჩვენ თუ ესეთად ვიცხოვროთ, ვერც ვერაფერი ვერ მოგვერევა. აქ თქვით, არაბების პერიოდის ისტორია არის, შუა საუკუნეებია. სოფელი, წუთი სოფელი არ იცლება, მზაკვარია, რა ხარკს დაგვადებს, ჩვენ არ ვიცით, ერთი კი ვიცით. ყველაზე უფრო მთავარი ქრისტეს მოძულეთათვის არის ის, რომ რწმენა დაგვაკარგინონ. ადრე ხოლ ნახეთ, მოვისმინეთ მიქაელ გობრონის ცხოვრებიდან, როგორ ის სასტიკით აიძულებდნენ ქრისტიანებს, რომ თავისი რწმენა დაეტოვებიათ.
დღეს ალბათ რაღაცა სხვა მეთოდი იქნება, სხვა ფანდი იქნება დაგებული ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ვიცით, უფალი გუშინ და დღეს და მომავალში ერთი და იგივეა. და უფალი გვეუბნება, უკვე თუ მე თქვენი მოძღვარი მდევნეს, იცოდეთ რომ თქვენც იგივე გექნება. თუ მე წილი დამწამეს, წილს თქვენ დაგწამებენ. თუ მე ნერწყვეს და შოლტით ამცემეს, თქვენც იგივე მოგოლით. მაგრამ ნუ შეძრწუნდება მცირე სამწყსო რამე თუ ნების, ღვთისნების გარეშე ერთი თმის ღერიც კი არ დაეცემა თქვენი თავიდან. ყოველ საშინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისა. ფარი, იმიტომ რომ ჩვენ ეს ვიცით და ამიტომ არის ჩვენთვის ეს ფარი, რომელსაც ვერაფერი ვერ დალეწავს, შემოსრავს და ვერ შეანგრევს. რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განხურვებულთა დაშრდათ და ყველა მათგან შემოთავაზებული მახე დაირღვევა და დაემსხვრევა, ხოლო ეს ფარი ჩვენი სარწმუნოებისა იქნება დაურღვეველი, დაულეწავი და ჩაფხუტი იგი ცხოვრებისა დაიდგით. გვირგვინი მოწამისა თუ გვირგვინი მართლისა, გვირგვინი სასაუთმოქმედისა, ეს ვის როგორ ღვთის წინაშე რა შრომა და ღვაწლი გასია, ისეთი მიემადლება. და მახვილი იგი სულისა, რომელ არს სიტყვა ღვთისა. აკი სახარებაც ამბობს, სული მტკიცეა, ხორცი უძლური. სული როგორც სახედარზე ამხედრებული მაცხოვარი, ისე არის ადამიანისათვის. ხორცი ჩვენი სახედარია, როგორც გავხედნით, ისე იქნება. ვაქორებთ ქორია, ვაღორებთ ღორი იქნება. მარხვა დაგვიდგინა უფალმა, რომ უფლისა სიტყვა და სარწმუნოება ცოდნა შევიძინოთ. და სიტყვა ღვთისა, რომელიც სულს განამტკიცებს. და ჩვენ ორივე გვჭირდება, ხორციც და სულიც. ამიტომ თითოეული ჩვენთაგანი ხორცზე ზრუნავს. არა იმიტომ რომ ფუფუნებას მიაჩვიოს, არა. იმიტომ რომ მტკიცე სულს ამ ხორცში მყოფს. სჭირდება გარკვეული დრო ღვთისგანგებულებით, რომ ხორცი სულს დაემონოს, სულის სიმტკიცეს. იტვირთოს მარხვა, იტვირთოს სიმშვიდე, მოთმინება, სიყვარული გასცეს და ლოცვისა სიყვარული შეიძინოს. ამიტომაც ზრუნვა ჩვენს ხორცზე აუცილებელია. ჯანმრთელი ადამიანი ცნებასაც ადვილად დაიცავს. მუხთა დრეკასაც ადვილად შეასრულებს. თუმცა უძლურნიც ყოფილა, მაგრამ სულით მტკიცენი და სასაუთქმედების მადლით შეუმოსავს იგი უფალს. ამიტომ ჩვენი მახვილი, ჩვენი სულიერი სიმტკიცეა, რომელსაც ვერაფერი ვერ შეარყევს. წმინდა გიორგის ლახვით უძგერეს, მაგრამ როგორც ცვილისაგან გაკეთებული ისე დაიღუნა, დაიგრიხა. გობრონს, როდესაც გადაწყვიტეს მისი მოკვდინება, ბოლოჯერ კიდევ მახე დაუგეს. მსუბუქად კისერზე დაჰკრეს მახვილი ორჯერ. შეშინდება სისხლს რო დაინახავსო. მეომარი იყო, რანაირად შეაშინებდნენ. მაგრამ მან ქრისტე მაინც არ დასწრო და დატოვა. ისე ვართ ჩვენ. განსაცდელები ჩვენი წარეკურნების წამალია. დღელვარება ჩვენი სისუსის გამოხატულებაა. ჩვენ ვიცით რომ ესე იქნება, რადგან ჩვენი წინამძღოლი შეურაცხყვეს და დევნეს, იგივე ვიქნებით ჩვენ. მახე დაუგეს მას, მიუხთაო გამომცდელი ეშმაკი და ეუბნება უბრძანე ქვებს, რომ პურად იქცეს. და უფალმა რა უთხრა? მეორე გამოცდა ჩაუტარა. დააყენა ტაძრის კიდეზე და უთხრა, მთელი ქვეყნიერების ოქრო ვერცხლს მოგცემ. უკვე თუ დავარდე და თაყვანი მცე. მაცხოვარს ეს გამოცდა, ღმერთმა იმიტომ დაუშვა მაცხოვრის ეს გამოცდა, რომ ჩვენ გვესწავლა, თუ რა არის უპირატესი და რა არის მთავარი. მაშინ უფალი მიუგებს. განვეთ სატანა, რამე თუ ნათქვამი არის, ხოლოცა ღმერთს მსახურებდე და თაყვანს სცემდე. ეს არის ჩვენი ცხოვრების ცუდი სიტყვა, პროგრამა, კრედო, მიზანი, რისთვისაც
ჩვენმა წინაპრებმა ეს დიდებული ტაძრები აშენეს. რისთვისაც ჩვენ პატარაობაში ვინათლებით თუ ვიღაც დიდობაში, მაგრამ ვიცით თუ რისთვის ვინათლებით. დღეს საკვირველი მსახურება იყო. ამ ქვეყანას ვერავინ ვერ მოერევა. ვერც ჩვენ ხალხს, რატო? გაგინდა ცუდი არ გვიძახონ და გვეძახონ რომ ყველაზე ვორგისები ვართ. იცოდეთ, თქვენზე უკეთესი ხალხი არ არის. და ვამბობ, რატომ იყო დღევანდელი მსახურება. სამი თაობა იყო და სამი თაობა გალობდა, ადიდებდა ღმერთს. პატარები, საშუალო ასაკი და უფროსები. და აკი გაცხადდა ქრისტეს ნათქვამი. სადაც 2 და 2-ზე მეტი შეიკრიბოს, იქ ვარ მე. და დღეს, და არა მხოლოდ დღეს, იმიტომ რომ ტაძარში ყოველთვის მრევლია. ქრისტე არის ჩვენთან. ამიტომ ვერც ვერავინ ვერ დაამარცხებს ამ ხალხს და ამ ქვეყანას. რა გინდა არ წაგვართონ, დავიბრუნებთ ღვთისმადლით. თავარი არის, რაც მოციქულმა თქვა, უფლის სწავლებაზე დაყრდნობით. ჩვენი სული იყოს მტკიცე ქრისტეს ერთგულებასა და სიყვარულში. მაშინ სხვა ვერაფერი ვერ დაგვამარცხებს. თუ მარცხდებით ჩვენი სისუსტის ცოდებისადმი მიდრეკილებისა გამო. მაგრამ თუ გვაქვს სურვილი რომ დავეცით და ღვთისინაში ავდგეთ სინანულით, ღმერთი ჩვენთან იქნება და ყოველთვის გავიმარჯვებთ. გილოცავთ დღევანდელ დღეს. ახლოვდება დღესასწაული, ხუთშაბათს. მაგრამ ეს შუაკვირა არის და ჩვენ ალავერში გვექნება ღამის თელა, ანუ 4 საათზე დაიწყება წუხრი ცისკარი პურის კურთხევით, დილის 5 საათზე დავიწყებთ წირვას, დღესასწაულის წირვას. ვფიქრობ, რომ არც ივა და შეიძლება დილათაც დასრება. ღმერთმა გაგახაროთ, ჩვენთან არის ღმერთი. ამინ.